გიორგი გახარიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. დღევანდელ სხდომაზე ყოფილი პრემიერისთვის წაყენებული 2 ბრალიდან 1 ჩორჩანის ეპიზოდი განიხილებოდა. ამ საქმეში გახარიას საოკუპაციო ხაზთან თვითნებურად დამატებით საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმას ედავებიან. განხილვას ყოფილი პრემიერი არ დასწრებია, პატიმრობა მას დაუსწრებლად შეეფარდა. ბოლო პერიოდია გახარია საქართველოში არ იმყოფება, ახლა წესით მასზე ძებნა უნდა გამოცხადდეს. კიდევ ერთი ბრალი, რომელიც ყოფილ პრემიერს წაყენებული აქვს, გავრილოვის ღამის მოვლენებს ეხება. ეს ეპიზოდი ცალკე საქმედ არის გამოყოფილი. მისი ადვოკატები ამ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური ანგარიშწორებით ხსნიან. ქეთი ნადიბაიძე ესწრებოდა სასამართლოს სხდომას და მოგვიყვება განხილვის დეტალებს. პროკურატურამ გიორგი გახარიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა 3 მიზეზიდან გამომდინარე. ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, გამოძიებაზე გავლენის მოხდენის რისკი. პროკურორებმა განაცხადეს, რომ გიორგი გახარია არის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც კავშირები და ურთიერთობა აქვს ყოფილ თუ მოქმედ საჯარო მოხელეებთან, მათ შორის ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საქმის ფიგურანტებთან და ამიტომ პროკურატურა მიიჩნევს, რომ არსებობს გამოძიებაზე და მოწმეებზე ზემოქმედების რისკი და მესამე ეს არის მიმალვის რისკი, რომელიც პროკურორების განცხადებით არის უკვე რეალიზებული, რადგან გიორგი გახარია არ იმყოფება ამ მომენტისთვის საქართველოში. სასამართლომ და დავით კურტანიძემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ახლა ოპოზიციონერი ლიდერი არის, მას შეუფარდა საპატიმრო აღკვეთი ღონისძიება. დაცვის მხარე, ანუ გიორგი გახარიას ადვოკატები მოითხოვდნენ მისი აღკვეთის გარეშე დატოვებას, რადგან ამბობენ, რომ ეს არც ერთი რისკი სახეზე არ არის და არის მხოლოდ ფორმალობა იმისთვის, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ იყოს გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება. ეს პირველი სხდომა მე საზოგადოებას განვუმარტავ, რომ გაიმართა ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდთან დაკავშირებით, ცალ-ცალკე საქმეებად ტარდება სხდომები. რამდენიმე საათში კი 8 საათზე უკვე ჩანიშნული არის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებული პირველი სასამართლო სხდომა და აქაც სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის წინასწარი პატიმრობის, უпростоრად აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეფარდების საკითხზე. გიორგი გახარიას კი არ ედავებიან, საქართველოს ედავებიან. ეს საქმე იქნება პრეცედენტი, რომელსაც ნახავთ თქვენ როგორ გამოიყენებს საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმი ცხინვალის. ეს იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, რაც გააკეთა დღეს პროკურატურამ. სასამართლომ ვერანაირი ფაქტების დამტკიცებულების ერთობლიობა ვერ წარმოადგენს, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას ან აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას. აი ამ პირობებში ამ სასამართლოში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი გახარია ერთხელ დაუბარებიათ გამოკითხვაზე და მიუხედავად ამისა ადამიანს მიმალვის საფრთხეზე აპელირებით შეუფარდეს პატიმრობა, არ ვიცი, ეს გიორგი გახარიას გადასაწყვეტია თავიდან ბოლომდე, თუმცა ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, გიორგი გახარია თავისუფლებას დაიცავს ყველა ასპექტში. ქართული ოცნების წევრებთან მექნება კითხვა, თუ გიორგი გახარია ამ ყველაფერში პასუხისმგებელი იყო, მაშინ რატო დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და საპარლამენტო სიის პირველ ნომრად რატო დანიშნეს და მე რამდენიმე წელი ამ ყველაფრით ამაყობდნენ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ 20 ივნისის გამოძიება უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში და როდესაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამ საქმეს ამნისტია გამოუცხადა, ჩვენ ამას მხარი არ დაუჭირეთ, იმიტომ რომ ჩვენ ფიქრობდით და ყოველთვის ვამბობთ, რომ 20 ივნისის გამოძიება უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში და არა ბიძინა ივანიშვილის პირად სასამართლოში. დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში გიორგი გახარიას ინტერესებს წარმოადგენს მისივე თანაპარტიელი ბერდია სიჭინავა, რომელმაც დღეს დაიცვა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის და მისი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას ინტერესები. ბერდია სიჭინავა ფიქრობს, რომ ჩორჩანას ეპიზოდის საქმე არის პრეცედენტული არა მხოლოდ ქართული სასამართლოსთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, რადგან როგორც ის ამბობს, დღეს ფაქტობრივად ქართული ოცნება გიორგი გახარიას ედავება საქართველოს ინტერესებს დაცვას. დაესწრება თუ არა თავად ბრალდებული გახარია, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, მის წინააღმდეგ წამოწყებული აი ამ საქმეების განხილვას და გარკვეულ ეტაპზე მაინც ჩაერთვება თუ არა პროცესებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დაბრუნდეს მაშინ საქართველოში. მისი თანაპარტიელები, ასევე მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ეს არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი და რომ ჯერჯერობით მათ არ აქვთ და ვერ იტყვიან ზუსტად წინასწარ გიორგი გახარიას ექნება თუ არა რომელიმე ეტაპზე მის სურვილი, რომ დაბრუნდეს საქართველოში, რაც მისთვის ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მას დააპატიმრებს.